ყველას გაგონილი ქონდა რომ მილიციაში შეიძლება ჯიბეში ჩაგიდონ რაღაცა დაგეჭირონ. ეს გავრცელებული იყო. და უდებდნენ? პრაქტიკა იყო. უდებდნენ და იმიტომ იყო გავრცელებული თუ გადამეტებული იყო? სინამდვილეში იყო ასეთ შემთხვევები ძირითადად ამას ჩადიოდნენ ნარკოტიკებთან მებრძოლი განყოფილების თანამშრომლები ისინი. უნებრივია. ხო. უდებდნენ ჯიბეში და იჭერდნენ მერე რა. აი როგორ ხო ფაქტია რომ ყველას არ უდებდნენ. რაღაცა ტიპის შერჩევა არსებობდა ამასთან დაკავშირებით. აი რა იყო ის კრიტერიუმები, როცა გადაწყვეტილებას ღებულობს საბჭოთა მილიციელი, ვის ჩაუდოს და ვის არა? ნუ ძირითადად ინფორმაციის შედეგად წყდებოდა ამის გადაწყვეტილება თუ იცოდე რომ ადამიანი ნარკომანია ან ეწევა ან იკეთებს წამალს აი მასთან შეიძლებოდა ამ თემაზე ლაპარაკი და ისე ნებისმიერ მოქალაქეს ვერ დაელაპარაკებოდი მაგ თემაზე რა თქმა უნდა. ხო მაგრამ ხო ნარკომანებიც ხო არსებობდნენ და გარეთაც ხო დადიოდნენ. ყველა მათგანს ხო არ უდებდნენ. რა თქმა უნდა არა. და აი რა ნარკომანს რა უნდა ჩაედინა ისეთი აი ცუდი საქციელი რომლის გამოც პოლიციელი თუ მილიციელი საბჭოთა მას გაიმეტებდა და ჩაუდებდა. ძირითადად უდებდნენ იმიტომ რომ ფული გამოერთვიათ. ძირითადად. მაგრამ იყო შემთხვევები, როცა მიზანდასახულად უდებდნენ და იჭერდნენ ხალხს. იყო ასეთი პერიოდი, აი ჩემი მუშაობის დროს ეს მე მაშინ ვიყავი ქალაქის სისხლისამართლის სამზებროს უფროსის მოადგილე. უფროსი იყო გივი ლომინაძე. სხვათა შორის ძალიან კაი პიროვნება და კაი ადამიანი, ძლიერი თანამშრომელი. მაშინ ცეკადან დაგვავალეს რომ კანონიერ ქურდებს მოვარეთ და ერთ წელიწადში ავიყვანეთ 16 კანონიერი ქურდი. ეს რა პერიოდია დაახლოებით? ეს არის დაახლოებით 87-8 წელი.